ვებსაიტისათვის უსაფრთხოება უნიშნელოვანესი საკითხია. კიბერუსაფრთხოება იცავს ჩვენს პირად მონაცემებს, ფინანსებს და ონლაინ აქტივობებს ჰაკერებისაგან, მავნე პირებისაგან, ვირუსებისაგან და კიბერთაღლითობისაგან. ამ თავში კი განვიხილოთ ჩვენი ვებსაიტისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციის უსაფრთხოებას ეხება. არსებობს სამი ძირითადი მიზანი. CIA არის ეს სტანდარტი, კონფიდენციალურობა, თლიანობა და ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ვებსაიტის დეველოპმენტის პროცესში. კონფიდენციალურობა ნიშნავს მომხმარებლის პირადი და ბიზნეს სენსიტიური მონაცემების დაცვას. ძირითადი საფრთხე და მათი გავლენა ამ შემთხვევაში არის მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების მოპარვა ჰაკერების მიერ. ანუ მონაცემების გაჟონვა. მეორე არის თლიანობა, მონაცემების შეუცვლელად შენარჩუნება, რათა ჰაკერებმა ან სხვა სუბიექტებმა ვერ მოახდინონ მათი ცვლილება. ამ შემთხვევაში ძირითადი საფრთხე და გავლენა შეიძლება იყოს ის, რომ ვებსაიტის გატეხვა მოხდეს, ანუ საფრთხე შეიძლება განვიხილოთ ეს და გავლენა შეიძლება განვიხილოთ ის, რომ რეპუტაციის დაკარგვა და ფინანსური ზარალი მოხდეს ჩვენი ვებსაიტისა თუ კომპანიისა. ხელმისაწვდომობა, ვებსაიტის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა, DDoS შეტევებისა და სხვა საფრთხეებისაგან. ხო, DDoS შეტევები არის მოკლედ ძალიან ბევრი მოთხოვნა ხდება სერვერზე, ვებ სერვერზე და ვებ სერვერი როდესაც ძალიან გადაიტვირთება და ვერ მოახდენს ესე ვთქვათ ეფექტურ პასუხს მომხმარებლებზე და გაითიშება ჩვენი სერვერი საერთოდ. ვებსაიტი გაითიშება საერთოდ. ხო, მოხდება ვებსაიტის გათიშვა, რაც მომხმარებლებისათვის შეფერხებებს იწვევს მომსახურების პროცესში და შეიძლება ამითი ისარგებლონ და ესე ვთქვათ ჰაკერული შემოტევები განახორციელონ ჩვენს ვებსაიტზე, როდესაც DDoS შეტევები განხორციელდება. მომდევნო ვიდეოებში კი განვიხილოთ მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია და განვიხილოთ ის საფრთხეები და ის ესე ვთქვათ პრაქტიკები, რაც არსებობს ვებსაიტის კიბერუსაფრთხოებისათვის.